მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და დღევანდელი ვიდეო არის დასაწყისი ესპანური ვოიაჟისა, სადაც მივიდივართ კატალონიის ბარსელონასა და მადრიდის ატლეტიკოს თამაშზე ბარსელონაში. მონჟუგზე გაიმართება ეს თამაში, ნუ დიდი იმედი მქონდა რომ კამპ ნოუ მოესწრებოდა, რომ გახსნილიყო და თან მეჩვენებინა თქვენთვის, მაგრამ ნუ არა უშავს. რაც თავარია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Silk Sports, რომლებიც დამეხმარნენ ამ თამაშზე მოხვედრაში და იმ ვარსკვლავებს გადავიღებთ, რომლებსაც ყოველდღიურად ჩვენ ვუყურებთ როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ლა ლიგაში და მოკლედ დიდი ამბები გველოდება წინ. მე ცოტა ძალიან ემოციებში ვარ, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი გუნდი არის ბარსელონა, ნუ ბევრმა იცით. და არის პატარა ოცნებასავით არის რა და ნახოთ რა როგორ იქნება Silk Sport-ის გვერდზე და ჩემს უშუალოდ ჩემს Instagram გვერდზე იქნება გაშუქება ასე ვთქვათ ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა YouTube-ზეც თქვენს გაგიზიარებს. აი ხა ვკითხოთ ჩვენს მონამორჩილს გიორგი ფულარიანს როგორ გძნობს თავს ბოლო ვიდეოდან გამოვიდეთ ვარა შოკიდან ეგეც ნახოთ ბოლო ვიდეოს შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ძმას და მეგობარს რა სიურპრიზი გავუკეთეთ. აბა Hola. მოგესალმებით ყველას, რა ვიცი, შოკი კიდევ რბილი თქომია და შოკიდან მე მგონი ჯერ ვერ გამოსულ ვარ და კიდევ უფრო მეტი შოკი წინ არის, იმიტომ რომ უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი, ხო? ეს საოცრება უნდა შევიგრძნო და გიორგი მეხუმრებოდა რომ შენ გაგერმანელური ბარსელონა ძალიან მოგწონს და ასეც არის, ხო? მართლა. კარგია, გიო, გააგერმანელეთ უფრო მეტი. არა პრობლემა. ნახლა უნდა წავიდეთ ჩვენ უკვე და ერთი ცნობილი იუთუბერის ჩვენი მეგობრის ჟესტი უნდა გავიმეორო. წავედით. გამოიწერეთ არხი და ლაიქ ვიდეო და ვშევ, მართლა წავედით. დაგიბრუნდებით ბარსელონადან. როგორი განწყობა? დავიძარით მოკლედ თამაშისკენ. საოცარი. ბარსელონა ატლეტიკო მე მგონი ისედაც გვეუბნება. რა ფიშა და რა თამაში. საოცარი გარემო გველოდება დარწმუნებული ვარ. გარემოს დაძაბულობას ვასწავლებით. მართალი იამალი არ არის, მაგრამ ეს ხო სამწუხაროდ ამის გამო იამალი აკლია ბარსელონას, მაგრამ არა უშავს და ვაა. აი ესეთი ამბავია ბარსელონას ქუჩებში. მოკლედ ხო წავედით ახლა გულშემატკივრებსაც ვნახავთ იქ ორივე გუნდის, რა თქმა უნდა, გადავიღებ, გაჩვენთ ყველაფერს და შიგნით რომ შევალ დიდი ამბები გველოდები. ხო, მე უშუალოდ მოედანზე ვიქნები და ყველაფერს მოკლედ დეტალურად გაჩვენებთ. ხო, გამოიწერეთ არხი და ლაიქით ვიდეო და წავედით. მონჟუგთან მოვედით და ეგრევე მომენტალურად დაიწყო ბარსას ფანებისთვის, არ მარტო ბარსას ფანებისთვის, ატლეტიკო მადრიდის ფანებისთვისაც ძალიან ბევრი რამეა რა. ნუ რა თქმა უნდა ლეო მესი არასდროს არ უნდა დაივიწყონ აქ. და ესეთი ამბავია. წავედით ახლა ნელ-ნელა, აი ბარსის ფანებიც უკვე იკრიბებიან. აქ პატარ-პატარა რაღაცა გასტრონომიული ამბები არის. და ახლა იმედია თავარ კულებს გადავაწყდებით. Let's go. Oh. Oh. Ey bicho, არ არის ეგ ბოქსი, არა. Lamin Yamal Junior. Rafinha უთოს. რამე სხვადასხვა გემონების ამბავია ხა. ვის როგორი გემონება აქვს ბატონო. გულშემატკივრები ნელ-ნელა ხურდებიან აქ კატალონიური ბარსელონური ლუდით ესტრელაცი და აი ნახეთ უბრალოდ მონჟუიკის სტადიონი არის აი მართლა უზარმაზარი რა. კატალონიელები ნელ-ნელა ფანები იკრიბებიან აგერ მარკ კასადოს ფორმით. ხალხი და ფანშოპი რა თქმა უნდა დატვირთულია. ყველგან ბარსა და ნელ-ნელა შევალ სტადიონზე. ხალხმრავლობა ნამდვილად არის 3 საათით ადრე სანამ დაიწყება მატჩი. მე პირადად კამპ ნოუ რა თქმა უნდა მირჩევნია, მაგრამ მონჟუიკსაც არაფერი დაეწუნება, უბრალოდ შუა დღეს კი ვნახე, მაგრამ ღამე ისეთია. აი აქ იმართება ხოლმე პრეს-კონფერენციები. მატჩის წინა და მატჩის შემდგომი რა თქმა უნდა. ბარსას აკადემიის ბავშვები სავარაუდოდ ელოდებიან ფეხბურთელებს. აი ესეთი ამბავია რა. აი ესეთ ადგილზე ვარ.
და ველოდებით ბიჭების გახურებას. დავჯექთ მოკლედ ჩვენს ადგილზე და ზუსტად კარის უკან მდგავართ ყველაფერს თქვენ ნახავთ და რაც თავარია ეხლა დაიწყება კატალონიის ბარსელონას გახურება ჩვენ მხარეს და ძალიან მაგარ კადრებს გადავიღებთ დარწმუნებული ვარ. აქვე ბალემ გამოიწერე არქი და ლაიქე ვიდეო. გეტყვით რომ ჩვენი ამ ვიდეოს ხარდამჭერი არის Silk Sport Media, რომელიც დაგვეხმარა და მოკლედ აქ რო ვართ არის მათი დამსახურება და აი ამ ადგილზე რო ვართ და ესეთი კარგი ვიდეო რა გამოდის. ეს კონტენტი რომ თქვენთვის მომეწოდებინა ძალიან სწრაფად, ამ ყველაფერში დაგვეხმარა ჩვენი მეგობარი კომპანია Mobinex-ი და ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, მინდა გითხრა რომ ჩვენგან და Mobinex-ისგან თქვენ გექნებათ ჩვენი პრომოკოდი POSITIMI, რომელსაც გამოიყენებთ 15%-იან ფასდაკლებას მიიღებ, როცა უცხოეთში წახვალ. ინტერნეტი შეგიძლია იყიდო როგორც Mobinex-ის საიტიდან, ასევე Mobinex-ის აპლიკაციიდან. შეგიძლია როგორც ფიზიკური სიმბარათი დაამზადებინოთ და მოგიტანენ სახლში, ასევე შეგიძლია eSIM-ი, ეგრეთ წოდებული ელექტრონული სიმბარათი გამოიყენოთ და მოკლედ ძალიან მარტივად მიიღო სწრაფი ინტერნეტი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ესე იგი ტელევიზორში სრულიად სხვანაირად ჩანს, მაგრამ ლევანდოვსკის და რაფინიას არტყმის ძალა არის არ ვიცი. აი ხა ნელ-ნელა გამოვლენ ფეხბურთელები და მანამდე დაიწყო ესეთი ამბავი. რა გოლი გაიტანა ბიჭო პედრი საოცარი რა ძალიან კაი დრიბლინგი იყო მართლა რა და საოცრად დააბოლოვა ჩვენმა პედრიმ რა ამ ბარსელონას მართლა ნათელმა წერტილმა რა ძალიან კაი გოლი იყო დასრულდა პირველი ტაიმი დამაჯერებლად უტევდა ბარსელონა და ტაბლოზე 1-0 პედრის არაჩვეულებრივი გოლი მინდა ესე თქვა რა ხო, აუ ატმოსფეროზე მინდა თქვა საოცრება ხდება მონჟუიქსი, აუ ეს ხა წარმოიდგინეთ კამპნოუზე რო იყოს ხო სრულიად სხვა იქნებოდა, მაგრამ მონჟუიქსაც თავისი ესე თუ ეწი აქვს, ძალიან კაია. დაგიბრუნდებით მეორე ტაიმში. გამოიწერე არქი და ლაიქე ვიდეო მანამდე. საოცარი რამე მოხდა, მეგობრებო. ადგილი შევიცვალე და ისევ შეტევებს გადავიღებთ. ბარსას შეტევებს ძალიან კაი სტაფი არიან და ერთმა გოგომ მითხრა რა სულ შეტევებს რო იღებთ რაღაცა ბარსას მიხდეთ რომ ბარსას გაგიჟებული ფანი ვარ და მოკლედ თუ გინდა შეიცვალეო ადგილიო და იქით ისევ შეტევებს გადაიღებო და მინდა მეთქი მინდა ხო და აუ ძალიან გამიხარდა რა და ეხა ისევ ბარსას არაჩვეულებრივ შეტევებს მივედევნოთ თვალი ბოლოდ გოლი რო გაიტანა იმიტომ არ ვამბობ მართლა საუკეთესოა პედრი ბარსას შემადგენლობაში ბევრი თამაშობს მართლა კარგად მაგრამ ეს და ზოგადად პედრი საოცარ რა ლევანდოვსკი და არც დღევანდელი თამაში გამონაკლისს ვა დეპაულმა გაგვიტანა ნელია არ ვიცი რა აქედან კარგად არ ჩანდა მაგრამ ნიაკი პენია რო სუსტი გოლია ბარსას ერთ-ერთი ყველა მის არ ვიცი მის ბრალი იყო თუ არ იყო მაგრამ ნახოთ რა ცვლილება კატალონიის ბარსელონას შემადგენლობაში ნომერი 16 ფერმინ მოედანზე გამოდის დანი ესე იტყოდა დინამოს დიქტორი მაგრამ აქ ბარსელონელი დინამოს დიქტორია ამასობაში ფერან ტორესიც შემოვიდა მოედანზე და ნახოთ რა იქნება დარჩენილია დაახლოებით 20 წუთი როგორც ხედავ თუ სწორად ხედავ ცოტა შორს არის ხო და ნახოთ რა ბოლო პერიოდში გადამრჩენელის როლში არის ხოლმე ფერანი რა და ნახოთ აბა ფოტორესი როგორ იქნება ფერნანდო ყოფილიყო მაგრამ ფერანსაც დავშერდეთ ესე იგი პედრისაც რაფინიასაც საოცარი მომენტები ქონდა თითქმის ერთი ერთზე გასულები და ვაიმე რაფინია რას აკეთებს არაფერი
და არ ვიცი, ობლაკსაც ძალიან მაგარი თამაში აქვს რა. აი ბურთები აიღო ძალიან. ბოლო წუთზე შეიძლებოდა რა ამ თამაშის წაგება. ბოლო წუთზე კონჩეტევა მიიღეს და გაუტანეს ინიაკი პენიას. ვინ გაიტანა ვერ დავინახე, სიმართლე რომ გითხრათ. მართლა არ იყო წასაგები თამაში. არა უშავს, არაფერი არის დამთავრებული. ცხრილი სათავეში გალიდერდა ზამთრის ჩემპიონი ასე ვთქვათ არის ატლეტიკო მადრიდი. თუ ეს თამაში ბოლო წამამდე ესე იქნა. 1 წუთი თუ წამები არის დარჩენილი და ნახოთ. ეს ჰიმნი ძალიან მიყვარს და ძირითადად მოგებისას უფრო კაია ხოლმე. სამწუხაროდ დავმარცხდით ეხლა, მაგრამ არა უშავს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი გუნდია და ჰანს ფლიკის ეს ბარსელონა დიდი მიზნებისთვის იქნება ნამდვილად. წელსაც, მომავალ წელსაც და კიდევ ბევრი წელი. ასე დამგვარად დასრულდა ჩვენი დღევანდელი. მაინც კაი თამაში იყო. ისი ამოვნე, თან ისეთ ადგილზე. თამაში იყო, კაცო, რაზე ასაუბარი. ყველანაირად, რა ვიცი, შენ შედეგი არ მოგეწონება და თქმა უნდა, მაგრამ თუ ჯამში მართლა მაგარი თამაში იყო, სუპერ თამაში და სუპერ მაღალი კლასის ფეხბურთელებით ისი ამოვნეთ ნამდვილად რა. ასე დამგვარად ხო მოკლედ. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი. მადლობა შეირას, არ უნდა დაგვაუწყდეს. კი ბატონო. გიორგის ამსახურება რომ მიაკვიყავ, რა თქმა უნდა. ხო და რაც თავარია. არ გემშვიდობებით ამ ვიდეოთი, იმიტომ რომ ბარსელონამ კიდევ გელოდება თან 2 ვიდეო. დიდი იმედი მაქვს ყველაფერი რაც ჩაფიქრებული რომ კარგად გამოიწერეთ არხი და ლაიქით ვიდეო და გემშვიდობებით მოკლედ შემდეგ ვიდეომდე.